საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისში ჯეოკაპიტალისის ცენტრალური ფილიალის გახსნას დაესწრო მიკროსაფინანს ორგანიზაციის გახსნას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ ჯეოკაპიტალისში. ამერიკულმა კომპანიამ ინვესტიციის სახით $3 მილიონი ჩადო მიკროსაფინანს ორგანიზაციაში. 21 ადგილობრივი დასაქმდა ჯეოკაპიტალისის უახლოეს მომავალში ფილიალებს საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებშიც გახსნის. ქუთაისი არ არის მარტო შენობები, რომელიც აშენდა, რომელიც ძალიან მაგარია. ქუთაისი არ არის მარტო პარლამენტი, თუმცა პარლამენტი გადამწყვეტია ქუთაისისთვის და საქართველოსთვის, ისევე როგორც კონტროლის პალატა, ისევე როგორც მთავრობის სახლი. ქუთაისი არ არის თუნდაც მისი შემოგარენი, წყალტუბოს განვითარება, სხვა რაღაც განვითარება. ქუთაისი პირველ რიგში არის და მთავარი მიზანი ამ ყველაფრის არის დასაქმებული ბედნიერი ოჯახები ქუთაისში. წარმატებული ქუთაისელები. ამიტომ დღეს რაც იხსნება, ეს არის ლოგიკური გაგრძელება ყველაფერი იმისა, რაც ჩვენ გვინდოდა. პარლამენტი, შენობები, შადრევნები, თეატრები, ყველაფერი კარგია. მაგრამ თავარი იხსნება ბიზნესების მიკროდაფინანსება. კერძოდ პატარა კრედიტები დაბალი პროცენტით იმისათვის, რომ ხალხმა გააკეთოს და რაც უკვე ფინანსდება აქ პატარა ორცხობილას ფაბრიკა, პატარა საიუველირო ფაბრიკა, პატარა ფეხსაცმელების წარმოება. ჩვენ რა შეგვიძლია როგორც მთავრობას? ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ და შევქმენით ისეთი გარემო, სადაც ასეთი მიკროსაფინანსო ცენტრები არის შესაძლებელი. საქართველოში არ არის კორუფცია, საქართველოში შესაძლებელია ისე გაკეთება ბიზნესის, რომ არ არის გართულებული ბიუროკრატია. ამ სეთ ორგანიზაციას პირველ რიგში უნდა გამარტივება ყველაფრის. იუსტიციის სახლი, რომელიც არის ქუთაისში და სხვა დაწესებულებები, რომელიც არის, სწორედ იმისათვის არის, რომ გაამარტივოს სიტუაცია, რომ შესაძლებელი იყოს აი ესეთი მიკროსაფინანსო ცენტრების წარმოება. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის ამ კრედიტების გაცემა და წარმოების დაწყება და ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ქართველი უნდა იყოს პოტენციური მეწარმე. ყველა ქართველს უნდა ქონდეს შესაძლებლობა დაიწყოს ბიზნესი. იმისათვის, რომ ჩვენი ოჯახები, ჩვენი შვილები იყვნენ ბედნიერები. და მესამე ეს არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენ თავრობის ფუნქცია რა არის? შევქმნათ ყველაფერ ამის ჩარჩო. ჩვენ შეგვიძლია ჩავქმნათ ჩარჩო, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ფარგლები, ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ შენობაც ზოგადად, მაგრამ შენობის შევსება შიგნიდან. ამ ფასადების უკან ცხოვრების გაკეთება. ამ ჩარჩოს შევსება შინაარსის. ეს არის თითეული თქვენგანის შემოძვირფასო ქუთაისელებო და თანამოქალაქეო უფლებაც, ამოცანაც და ესეთი დაწესებულებები ყველაფერი ამას უწყობს ხელს. ჩვენ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებთ და მოგატყუებთ ის, ვინც გეტყვით, რომ ის ყველაფერს გაიკეთებთ. რამდენი მოხდეს? კრედიტი? 900 და რამდენი ხანში დაისწრება? 1 წლის და ესე პროცენტი რამდენი? 3. მაგალითად, სინამდვილეში და რატოც მოდით აი ჩვენ გავაკეთებია ზაფხულში ბათუმში დახლებს ძალიან ბევრი ესეთ რაღაცები, სუვენირები სიმბოლურ ფასში. რომ ბევრი ტურისტი რო ჩამოვა, რო ჩაიტანოთ და გაკეთოთ. ამად გააწყდეს, იმიტომ ხა ქუთაისში ესეთ დაჭრები შეიძლება არ გაიყიდოს, მაგრამ ბათუმში დასაგდება ესე უცებ. ხან უცხოეთში წმინდით რამდენადაც ვიცი არა? გაჩეკეთები უცხოეთიდან. რა სილამაზე. მე თავიდან რომ დავინახე. აი ხა ეს ბათუმის ბულვარში მაგალითად სიტყვაზე რომ გამოიტანოთ. ზაფხულში ერთ დღეში გაგიყიდებათ ყველაფერი. ამიტომ ის უნდა შევწყვეტ. ეხლა ჩვენ დავაპარაკოთ აჭარის მთავრობას, რომ გამოყოს დახლები სადღაც რომელიღაც ზოლში, რომ ესე გაუშვათ და ესე იგი ერთ წელიწადში თქვენი ვარაუდით გაისწრებთ ადგილად, ხო? შეიძლება. 900, ესე იგი ერთ წელიწადში პრინციპი გასწორებოდა და შეიძლება მოგება გქონდეთ და მე უფრო გააფართოვოთ. აი ეს პატარა წარმოების გაშედგება ყველაფერი რამდენი ხანია ოჯახში? ოჯახში ვარ ამ წუთას 500. რამდენი ხანია საკეთებთ? ამას დიდი ხანია ვაკეთებ, მაგრამ ბოლო ჟამს ცოტა შეფეთქებები მქონდა. ეს დავიწყე და მოგებია. აი ეს ერთი ოჯახი კიდე ესე იგი წარმოყოფილებული ამისთვის არის ბანკი და ეს საკრედიტო ორგანიზაცია. ეს შენობები, რომელიც ქუთაისში ცენტრი აშენდა 2-3 წელი იყო თავისუფლად ცარიელი. აი ეს შინაარსი შეივსო რა. ხო ვიცახოთ რომ შევისებოდა თქო. როიდახია ფასადებისთვის გააკეთე. ფასადებისთვისაც გავაკეთეთ, რა თქმა უნდა. ეხლა ეს კაცი რო ჩამოვა, ამას რო დაენახა ჩამონგრეული, ჩაოხრებული, გაუბედურებული ქუთაისი რატო გაუჩნდება სრული აქტიური შედგეს?
რაც დღეს ილაპარაკებ, ხოთ იმიტომ გაუჩნდა, აი ყველას იმას რო ესმოს, აი რა ესვის აკეთებ ჩადრევას. იმისთვის ვაკეთებ, რომ გაუხარდეს თვალს. დაინახოს და მე დაინახოს ის შესაძლებლობა, რაც ამ შადრევნების, ფასადების, ქუჩების, განათებების, ლამპიონების, ყველაფრის უკან დგას. თორე აბა ვიყოთ ტალახში ვიჯდეთ და ჭაობში და მე გითხარ ვინ მოვა და ვინ ჩადეს. აი ახლა იმიტომ ჩადეს ფული. რო ყველაფერი ეს გაკეთდა და გაივსო ეს შენობა ჩინარს. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისის განახლებული ცენტრი მოინახულა. იმერეთის რეგიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიური ტემპით მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია შადრევანი, რომელსაც არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ნაკეთობებია გამოსახული. საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქის ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად დაათვალიერა. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ესყიშვილის თეატრსაც ეწვია, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ნახეთ ეს კოლხური ფიგურები, ჩემი იდეა იყო, რომ ეს კოლხური ფიგურები მოგვეტანა მუზეუმის გაგვედიდებია. ხოჭოს ვერა კოპალიეთ კოლხია. ქუთაისში ქონა ყოველ შარმი, ყოველ იყო ძალიან მაგარი ხალხი აქ, მაგრამ ქალაქი არ იყო. ამ ამერიკელმა ძალიან სწორად თქვა, რომ ამერიკელებს უხნიო რომ საქართველოში ჩამოდითო და თბილისელებს უხნიო რომ ქუთაისში ჩამოდითო, იმიტომ რომ არ გინახავთ უკვე ქუთაისი რამდენი ხანი. ყველას ისი აქვს, რომ ქუთაისი სადღაც იქ. ქუთაისი ჩვენი ბავშვობა ვიცოდეთ, რომ გავივლიდით ზღვაზე მიმავალი. თქვენთან სოხუმში მოვდიოდით, ამ ბადოში გავივლიდით სხვათა შორის სადღაც რაღაც. ეს არის ცენტრი, ნამდვილი ცენტრი ხდება ყველაფერი. ჩაოხრებული, ჩაბნელებული, გაყინული და ჯანდაბას იყვნენ იქ თეატრში გაიყინო კარგად. 57 წელი. ეხა ახალი ეპოქის ოპოზიციონერები შემოვლენ აქ და აქედან კარგად გაგულანძღავენ, კარგად განათებულ და ლამაზ თეატრში, რომ როგორ ვანგრევთ ქვეყანას. აქ უნდა გამართო აუცილებლად ჩემი კონფერენცია, რომელიმე რადიკალურმა იმას. ჯერ სპექტაკლს გამართავს და მერე. ჯერ შერწყებად გამართო. კარგო ხო, შერწყებად. ჯერ სპექტაკლებს დავდგავთ და მერე შემოვიდეთ. ჯერ სპექტაკლებს. ეს ყველაფერი არის აი ამ ფერებში ეს თვითონ ამათი დიზაინით აკეთებს. რამდენი კაცი ეტევა? აქ არის ეს ყველაზე დიდი საქართველოში. 870. ოპერაში 450, ხო? ოპერაში არის 500-მდე. მაგრამ ეს არის რუსთაველის თეატრი, არის 750. 750-მდე. ხო, დაახლოებით. ეს არის ყველაზე დიდი თეატრი დღეს საქართველოში. მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში პარლამენტის მშენებლობითაც დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტი მშენებლობაზე პირადად იმყოფებოდა, ის სამუშაო პროცესს გაეცნო. საქართველოს ახალი პარლამენტის შენობა 26 მაისს გაიხსნება. პარლამენტის ასაშენებლად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ვიღაცა მითხარ თბილისის პარლამენტის დარბაზის ხელაო, მაგრამ აქ ესე არ ეტყობა, იმიტომ რომ ის ხონა მოიხსნება. აი იქიდან არის სტუმრების დარბაზი არის ბალკონი. იქიდან აქ გას ვერ გააგონებ ისეთი შორია თითქოს არჩევს. ხო. აი აქედან კი აკუსტიკა ისე მიდის რომ და ყველაც ემატყება კამერაში კარგად გამოსვლა. თეატრივით არის. არა, ხო ეს ამფითეატრის პრინციპი. სწორე, გარშემო ეს ქუჩა ფართოვდება წინ, ხო? რუსთავაზე უფრო ფართო იქნება, ხო 1 მეტრი? 1 მეტრით მეტი იქნება. ესა? წელს ჩვენ ეხა 26 მაისს ვაწყობთ ქუჩის გაფართოებას, გარშემო სახლების ფასადებს, ამას. და მე უკვე როცა პარლამენტის გაკეთებასია და აქ უნდა გაკეთდეს ძალიან ლამაზი და ძალიან მწვანე პარკი. ეს უნდა იყოს სოფლიოში ყველაზე მწვანე პარკში ჩაფლული პარლამენტი რა. უნდა იყოს შუაში რაღაც უკანაც ხო ეს ძალიან ლამაზი თებია, თავიდან ეს ადგილი რო იყო, თავიდან ხო ეს აქ ჩნდებოდით ხოლმე ვერტფრენი. და სულ უყურებდი და უკან ეს კავკასიის ქედი, რაღაც საშინელი ძეგლი რო იდგა ეს გულისამრევი, ყველაფერს აფუჭებდა, მაგრამ ეს ქედი და სხვას ვერაფერს ვერ აშენებდა, ქეთო ნიადაგი არ ვარგებდა. თანავით ხელ საქართველოში მოიკითხეს 80% ჩამო 80% სადაც ბათუმიდან ჩამოიყავს ხო ბოლოს? რატო ბათუმიდან? იმიტომ რომ ბათუმში არ გაჩერებულა არსებობს შენებლობა რა. გამოცდილება მიიღეს. ხო, ბათუმში მიტინგები კი არ უტარებია და კაროები კი არ გაუშლიან. 2009-ში, 10-ში როცა ისა აშენებდნენ და იმ ხელა გამოცდილება მიიღეს. ისე დაგროვდა რომ ბათუმელი მშენებელი ეხა აქაც ყველას უნდა. უცხოელებს უკეთესად მუშაობენ და მე თელ სოფლიოში აშენებს რასაც უნდა და თვითონ თავის ფირმებს შექმნიან. ბათუმში რო იძახიან უცხოელები აშენებენ ნაწილს. უმეტეს ნაწილს აშენებენ ქართული სამშენებლო ფირმები. თან გაიზარდნენ და ჩვენ გაგვიჭირა ჩვენი ტრამპები, რომელიც წავლენ მე უცხოეთში აშენებენ.
იმიტომ რომ როცა იმდენად დიდი აღშენება ქვეყანაში, რომ ეს თანათან ჯერ ადგილობრივ ბაზაზე გაიზრდება და მერე გახდება დიდი real estate development-ი თემ სოფლიოში. ბათუმელი ბრენდი გახდა რა, ესია რა. ანაკლია შეგვჭირებოდა ბათუმელები გადავისროლეთ, თბილისში რიყის პარკში შეგვჭირებოდა ნაწილი ბათუმელები გადმოისროლეთ, მაგრამ ეს ეხა ბათუმი იყო პირველი და ბათუმში შენებოდა. ეხა ქუთაისელები გახდებიან ისეთები, რომ შეჭამენ ყველას. პირიქ ძალიან დიდი შემოწადა კახელი მშენებლები მართლა უკვე ყველგან ისწავლეს. მაგრამ ბათუმი რატო იყო პირველი? საქართველოს მარტო ბათუმისთვის კი არ შენდებოდა, განვითარდა და ისწავლეს კარგად მაგარ რაღაც საქმის კეთება.